მოგესალმებით, ეს არის პოდკასტი Monolith Records-ი, სადაც არტისტებს გავიცნობთ უფრო ახლოს, ვიდრე მათ სცენიდან იცნობდით, გავიგებთ მათი პირადი ცხოვრების შესახებ, ასევე როგორ ქმნიან თავიანთ მუსიკას და ბევრ საინტერესო საკითხებზე ვისაუბრებთ. დღევანდელი ჩვენი გადაცემის სტუმარი იქნება ანი კვანტალიანი. მოგესალმები, ანი. გამარჯობა. თავს როგორ გრძნობ პირველ რიგში, დაძაბული ხომ არ ხარ? არა, მშვენიერი გარემო გაქვთ. ძალიან კარგი, მადლობა ძალიან დიდი. რატომ გაქვს ეს DJ name-ი, რაც გაქვს, მე კი ვიცი, რატომაც გაქვს, მაგრამ ეს მუსიკა იყო, ასე რომ ვთქვათ, გამოსავალი აქედან ახალი, რადგან ხალი იყო, ამის გამო თითქოს პრივილეგია ჰქონდა მას, ხომ ხვდები, ანუ როგორ ფიქრობ, ანუ შენი გადამოსახედიდან ქონია თუ არა რამე მსგავსი სექსისტური პრობლემა, არიან ადამიანები, რომლებსაც აქვთ შენსავით სათქმელი და ვერ ამბობენ, ზოგი არ ამბობს და ასე შემდეგ. და თან ეს ორი შვილის დედა და ეს პრობლემები, აი რა პრობლემებზე იყო საუბარი და როგორ შეწელია ამასთან გამკლავება. კარგი კითხვა არის, რატომ ხდება და რო გაარკვევ, ხოლმე მექნება რომ მეც გამაგებინე, აუცილებლად. Ani როგორც ჩაწერამდეც ვისაუბრეთ, ანუ დღეს რაღაც საკითხებს უნდა შევეხოთ, რასაც არ შევხებივართ ამ ფორმატით და ამ კუთხით საზოგადოებასთან და სანამ აქამდე მივალთ, მანამდე მომიყევი მაგალითად შენი კარიერიდან, აი მაგალითად სახელს რაც შეეხება, რატომ გაქვს ეს DJ name-ი, რაც გაქვს, მე კი ვიცი, რატომაც გაქვს, მაგრამ ადამიანებს რომ მოუყვეთ ამის შესახებ პირველ რიგში. კარგი, მოკლედ, საკმაოდ პრიმიტიულია ჩემი stage name-ი. ჩემი გვარის დასასრულია და თან ჩემს სახელსაც შეიცავს და ჩემმა ერთ-ერთმა ძალიან ახლო მეგობარმა და თან კურატორმა DJ-ში შემომთავაზა ეგ სახელი. ცოტა ხანი თითქოს ყურში რაღაცნაირად მხდებოდა, მაგრამ მე ისე შემიყვარდა, რომ სანამ მოვიდოდა ის დრო, რომ საერთოდ stage name უნდა მქონოდა, მანამდე უკვე ვიცოდი, რომ თუ დამჭირდებოდა, ეს იქნებოდა აუცილებლად და ამიტომ არის ჩემი სახელი ლიანი. Ani რამდენი წელია რაც ამ სფეროში ხარ? მოკლედ უკვე დიდი ხანია რაც ვარ ირიბად, პირველად დავიწყე პანდემიის დროს სახლში და ეს იყო სრულად გასართობი და სრულად ჩემს თავზე მორგებული და დაახლოებით წელიწად ნახევარია უკვე ასე რომ ვთქვათ გამისერიოზულდა და ცოტა ისეთი ნაბიჯებიც გადავდგი. ამ პერიოდში ძალიან საინტერესო გამოცდილებები მქონდა საკუთარ თავთანაც, ისედაც საკმაოდ საინტერესო ადამიანებთან ერთად ვიმუშავა და საბოლოო ჯამში მივხვდი, რომ ჰობზე გაცილებით მეტი იყო და შემოვიტანა ჩემს ცხოვრებაში აქტიურად ეს ნაწილიც. ახლა როგორ ყოველდღიურობის ნაწილია, ანუ ყოველდღიურობის ნაწილია მუსიკის მოსმენა, ყოველდღიური ცხოვრების ნაწილი არის პლეილისტების კეთება, ახალი რაღაცების ძიება, დაკვრა ჯერჯერობით ვერ ფიზიკურად, იმიტომ რომ არ არის მაგნეის შესაძლებლობა, თუმცა აქტიურად თანამშრომლობ პოდკასტებთან, ვცდილობ ახალი ადგილების მოძიებას, მათ შორის საზღვარგარეთაც და ვფიქრობ, რომ ესე უფრო გავიზრდები და უფრო მეტად ვიქნები მზად სერიოზულ სცენაზე დასადგომად, ესე რომ ვთქვათ. ძალიან კარგი. იცი რა მინდა გითხო, აი ის მომენტი მაინტერესებს და შენ ცხოვრების ის პერიოდი, რომელიც აი ამ მუსიკას უკავშირდება, ანუ რატო გადაწყვეტე ამ ინდუსტრიაში შემოსვლა და აი რა გახდა ამისი საფუძველი და მიზეზი რა იყო? ხო, იდეაში ყველას ვისაც უსმენ, ყველა იძახის, რომ ადრეული ასაკიდან იწყებდნენ ელექტრონული მუსიკის მოსმენას. ჩემ შემთხვევაში ესე არ ყოფილა. საკმაოდ კონსერვატიული ბავშვობა მქონდა და კონსერვატიული ცხოვრებაც ჩემი კარიერიდან გამომდინარე. საკმაოდ გვიან ასაკში გავიგე საერთოდ ელექტრონული მუსიკის არსებობის შესახებ, ეგ იყო 22-23 წლის ასაკში. დავიწყე აქტიური სმენა და რაღაცნაირი ნახტომი მქონდა კლასიკური მუსიკიდან ელექტრონულ მუსიკაზე, იმიტომ რომ ჩემთვის გადაცემა იყო კლასიკური მუსიკა. მე დროთა განმავლობაში დავინტერესდი უფრო მეტად ახლოს რომ გამეგო ამ მუსიკის შექმნა, როგორ იქმნებოდა, როგორ საერთოდ სცენამდე როგორ მოდიოდა და ნელ-ნელა ეტაპობრივად მოვიდა. ასე რომ ვთქვათ, ეს მუსიკა ჩემთვის და ეს სფერო იყო რაღაც ეტაპზე ჩემი ფსიქიკური ჯანმრთელობის გადამრჩენელი, როცა სერიოზული კრიზისები დამიდგა ცხოვრებაში, რაც ალბათ ყველას უდგება ხოლმე. ეს მუსიკა იყო, ასე რომ ვთქვათ, მოსავალი აქედან ახალი ეტაპის დაწყების, ახალი რაღაცების კეთების, რამაც რა ვიცი, მე ძალიან ჩემზე ძალიან კარგად იმოქმედა. ან კარგი შედეგი მოგიტანა. ძალიან. მშვენიერი. Ani დღეს მინდა შევეხოთ კიდევ ერთ თემას, მოკლედ
შენამდე კიდევ რამოდენიმე ქალი არტისტი ყავდა პოდკასტში და საუბრობდნენ ასეთ საკითხზე, რომ თითქოს რაღაცა ეს ქალების მოდის ხანად გეტყვი, ანუ ქალი არტისტები სადაც უკრავენ და რა შეხებაც აქვთ ანუ ადამიანებთან უცხოეთშიც მათ შორის მითხრეს რომ რაღაც პრობლემებს შეხვდნენ კონკრეტულად აი ამ რადგან ქალი იყო ამის გამო თითქოს პრივილეგია ჰქონდა მას ხომ ხვდები ანუ და როგორ ფიქრობ ანუ შენი გადამოსახედიდან ქონია თუ არა რამე მსგავსი სექსისტური პრობლემა ამ ქვეყანაში ან სადმე დაკვრასთან დაკავშირებით სადაც მაგალითად უთქვამთ რომ მაგალითად შეიძლება შენ არ აკეთებდე კარგ მუსიკას და რადგან გოგო ხარ მაგიტო დაგაკვრევინეს ან აი რამე სხვანაირი ჰქონდა ფორმა ყველაფერს შენთან მიმართებაში. იცი რა არის ხშირად მსმენია ის რასაც საუბრობ, რომ ქალებისთვის უფრო მარტივია ეს გზა, ან უფრო მარტივად ხვდებიან ტექნოსცენაზე, მაგრამ ჩემთვის პირადად ეს არასდროს არ ყოფილა, არ მიგრძნია რაღაცნაირ ეს დისბალანსის ქესთა შორის და რა იმის გამო რომ ქალი ვარ, რამე არც პრივილეგია მიგრძნია, არც რაღაც ჩაგვრა ესე რა ვთქვათ რა, ამიტომ მაგ თემაში ვერ ვიქნები ალბათ ესეთი რაღაც ჩახეტული რა. ჩემს პრაქტიკაში მსგავსი ჯერჯერობით არაფერი არ ყოფილა და იმედი მაქვს არც იქნება. კი, მეც გამიხარდება თუ არ იქნება, არ ჩვენთან და არ სხვებთან, უბრალოდ სხვებთან რადგან იყო, ამიტომაც მინდოდა რომ შენთვისაც მეკითხა ეს აზრი, იმიტომ რომ თუ მსგავსი პრობლემა რეალურად არსებობს, მაშინ უნდა ვიზრუნოთ ყველამ ერთად, რომ ეგეთი რაღაცები აღარ მოხდეს, იმიტომ რომ ჯერ ერთი რომ პირველ ეტაპზე შენ გეხება როგორც პიროვნებას და შემდეგ უკვე სხვა დანარჩენს, ანუ მე უკვე აღარ აქვს მნიშვნელობა ქალია კაცია. ცოტა ისეთი სპეციფიური საკითხია და მიდგომად შესაბამისი ჭირდება რა. რაც შეეხება შენს გამოცდილებას ჰორში და იმ პერფორმანსს, მე ძალიან მაინტერესებს. აი, მომიყევი რატო გადაწყვიტე მსგავსი პერფორმანსი წარგედგინა ამ პლატფორმაზე. მესმის რომ შეიძლება დიდი აუდიტორია ყავს თვითონ ჰორს და ეს უკეთესი არის შენი სიტყვის სათქმელად, მაგრამ ანუ თვითონ შენი გამოსვლა იყო საკმაოდ ისეთი რა ხმამაღალი ნათქვამი იყო და როგორც ვიცი ამას შესაბამისი რაღაც პრობლემებიც მოყვა შენთან მიმართებაში და მოკლედ რა ვიცი აბსოლუტურად გახსნილად ვისაუბროთ ამ საკითხზე რა როგორანაირად იყო მოკლედ გაცილებით ადრე იწყება ეგ პერფორმანსი ვიდრე საერთოდ გავიგებდი რომ ჰორში დაკვრვის შესაძლებლობა მექნება და დაახლოებით წელიწადნახევრით ადრე ამ ყველაფრამდე იყო ეს აქტიური აქციები სადაც აქტიურად ვიყავი ჩართული რა თქმა უნდა აბსოლუტურად ჩემი სურვილით მოგეხსენებათ რომ ქუთაისში ვცხოვრობ და ჩამოვდიოდი ხოლმე ამის გამო და ძალიან დიდხანს და ძალიან მყარად სანამ შევძალი და სანამ რესურსი მეყო ვიდექი აქციებზე სადაც ერთ-ერთმა ქალბატონმა რომლის სახელი დაგვარეთ სამწუხაროდ არ მახსოვს და ვეღარსად ვეღარ ვიპოვე ჩაწერა ეს ხმები პირდაპირ აქციაზე voice over-ით არის ჩანაწერი და შემდეგ რაღაც ჯგუფში დაიპოსტა რომ ეს ხმები ჰქონდა და შეეძლო ვინმე მუსიკოსისთვის მიეცა მაშინ საერთოდაც ვერ ვიტყოდი რომ შეიძლება და ოდესმე მუსიკოსად მეწოდებინა თავი მაგრამ იმდენად მომეწონა რომ მაინც გამოვაგზავნინე მთელი ეს პერიოდი სანამ საერთოდ ჰორამდე მივიდოდი ეს ხმები მქონდა თავში და ძალიან მინდოდა რომ სადმე გამომაყენებინა და როგორც კი მივიღე მეილი ჰორისგან დასტურით რომ უნდა დამეკრა მაშინვე ვიცოდი რას გავაკეთებდი მიუხედავად იმისა რომ რისკი იყო ძალიან დიდი იმისი რომ შეიძლებოდა რაღაც სივრცეებს პატარ-პატარა სივრცეებს არ ვსაუბრობ მასშტაბურ კლუბებზე რომლების პოზიცია აშკარა ვიცით პატარ-პატარა სივრცეებს აღარ მოენდომებინათ ჩემთან თანამშრომლობა იმიტომ რომ მოგეხსენებათ როგორი დამოკიდებულება იყო ესეთ ხმამაღალ განაცხადებთან ესე რა ვთქვათ მაგრამ იმდენად მინდოდა და იმდენად ეს იყო ჩემი სათქმელი რომ სიმართლე გითხრათ იმაზე მეტად ვიდრე იყო ჰორის პლატფორმაზე დაკვრა ნერვიულობდი ამ პერფორმანსზე წინასწარ შევათანხმე ჰორის გუნდთან რა თქმა უნდა რას ვაპირებდი და როგორ ვაპირებდი და ძალიან გამიხარდა რომ დავთანხმდნენ ნუ არ ცოლოდაბოდეს ხანაირად მაგრამ მაინც მჭირდებოდა მათგანაც დასტური მოკლედ პირველ რიგში ვარ ამყი იმითი რომ შევძელი და ვთქვი ის რისი თქმაც ძალიან მინდოდა ამ ხნის განმავლობაში ხო მეც რომ გადავხედე ნამდვილად ხმამაღალი განაცხადი არის და მადლობა შენ მაგისთვის იმიტომ რომ არის კონკრეტული მოსაზრებები რაღაც საკითხებთან დაკავშირებით ახლა რაზეც იდეაში მე მაგისი არც ფორმატი მაგ და არც სურვილი მაგ ადამიანების გარეშე ვისაუბრო ამ საკითხებზე მაგრამ
თვითონ ეს დამოკიდებულება, რაც შენგან მე დავინახე და არა მარტო მე, ადამიანებმა დაინახეს, დასაფასებელი იყო და არის კიდევაც და არ ვიცი, რესპექტ ამისთვის, იმიტომ რომ არიან ადამიანები, რომლებსაც აქვთ შენსავით სათქმელი და ვერ ამბობენ, ზოგი არ ამბობს და ასე შემდეგ. დანარჩენსაც შეეხება, მუსიკაც ძალიან კარგი იყო გარდა პერფორმანსის. ხო, აქ იმიტომ არ ხარ მხოლოდ რომ მაგ საკითხზე ვისაუბროთ და თვითონ მუსიკას რაც შეეხება. სწორი მიდგომა გაქვს საკითხის მიმართ, იმიტომ რომ ერთია რაღაცას, როდესაც ხელოვნებით გამოხატავ და მეორეა, როდესაც ამასთან ერთად კიდევ უფრო მეტს ამბობ. მუსიკით უბრალოდ შეიძლება წარმოიდგინო რაღაც ან ემოციურად მიხვდე ისი თქმა გინდა, მაგრამ ამას უკვე რაღაც აფიშირებას რო უკეთებ, ეს უკვე სხვა საქმეა. ისე პირად ცხოვრებაში როგორ ხარ? მშვენივრად. ყავს თუ არა შვილები მაგალითად? ყავს ორი შვილი, დაქორწინებული არ ვარ, აღარ ვარ, უბრალოდ და საკმაოდ სტაბილური კარგი მუსიკის გარდა რა საქმიანი ხდება? მუსიკის გარდა დასაქმებული ვარ ერთ-ერთ საფინანსო ორგანიზაციაში, ფინანსური კუთხით. საერთოდ არ აქვს შეხება მუსიკას ამ ყველაფერთან, მაგრამ უკვე 12 წელია ვაკეთებ ამ საქმეს და ვარ მოკლედ ფინანსურ ანალიზში. ხო, ეს ორი საქმე ერთმანეთში. საოფისე სამსახური კომფორტული ამ სფეროსთან ერთად, იმიტომ რომ ორშაბათიდან პარასკევამდე ვმუშაობ და პარასკევს საღამოს უკვე შემიძლია სრულად ვიყო დაკავებული ჩემი საყვარელი საქმით. წერანდელ საკითხს მინდა დაუბრუნდე, იმიტომ რომ რადგან შვილები ახსენე და მათ შორის რაღაც პრობლემა რთული არის ხარ, როდესაც ადამიანი მარტო ხარ, მაგალითად, შეიძლება რაღაცებს უფრო მეტად გაუმკლავდე, როდესაც შენს უკან ოჯახი არ დგას და უშვა. და თან ეს ორი შვილის დედა და ეს პრობლემები, აი რა პრობლემებზე იყო საუბარი და როგორ შეწევი ამასთან გამკლავება? ხო, იყო რაღაც მუქარები პირად შეტყობინებებში, იყო რამდენიმე საჯარო შეტყობინებაც კომენტარების სახით, ირიბი და პირადი მუქარები, თუმცა სიმართლე გითხრა, არასდროს არ შემშინებია ამ ადამიანების ფეიქ აკაუნტების მიღმა მყოფი ადამიანების, რომლებმაც თვითონაც არ იციან ცხოვრებისგან რა უნდათ და დარწმუნებული ვარ, რომ გულის სიღრმეში საერთოდ არ აქვს დისპოზიცია, რასაც აცხადებენ და არის რაღაცნაირად მართული ეს ყველაფერი. შესაბამისად, რეალურად პრობლემა არ დამინახავს ამ რაღაცაში. რა შეიძლება და ვიღაცისთვის ეს ყოფილიყო საშიში, ან ყოფილიყო დამაფრთხობელი, მაგრამ ჩემთვის რატომღაც იყო უბრალოდ სასაცილო. უბრალოდ რაღაც პატარა მცდელობა, რაც არ ცვლის ჩემს პოზიციას საბედნიეროდ. სხვა არ ვიცი ამაზე რა უნდა თქვა, დიდად არ მეწუხებს სიმართლე გითხრა. ალბათ რომ მეწუხებს და დეს და მეშინოდეს ვერ გადავდგავდი ეგეთ თამამნაბიჯებს, მაგრამ იმასაც არ ვფიქრობ, რომ თამამი იყო რა. მე ვფიქრობ, რომ გავაკეთე ის, რის გაკეთებაც მინდა და იმიტომ რომ ხელოვნებას მე ვხედავ ესე. ხელოვნება არის საკუთარი ისტორიის მოყოლის შესაძლებლობა. არ აქვს მნიშვნელობა მხატვრობაში, ხარ მწერლობაში თუ მუსიკაში და მათ შორის ელექტრონულ მუსიკაში. ძალიან დიდი აუდიტორია გვყავს და შეგვიძლია ჩვენი სათქმელი მივიტანოთ სწორად. ვიღაც ადამიანს შევცვალოთ რაღაც კონკრეტული პოზიცია და წამოვიყვანოთ სწორი ნაბიჯებისკენ. საპასუხისმგებლოა ეს რაღაც. მაგრამ თან ძალიან სასიამოვნოა, რომ შეგიძლია სწორად დაანახო ადამიანებს შენი პოზიციები. და ის მოცემულობა რაც არის რეალობაზე საუბრობ, ხო? კი ბატონო. ძალიან კარგი მიდგომა არის და არ ვიცი. აი ეს რაღაც რაც სამუქრო ეს არ შეგშინებით რაღაც, ანუ ძალიან მაგარია რეალურად, იმიტომ რომ ბევრი ადამიანი იყო, ვისაც მსგავსი სიტუაციების ეშინო და სხვადასხვა გადამოსახედიდან და სხვადასხვა ასპექტში. და ხო, მუქარებიც იყო სხვა ადამიანების მიმართ. უბრალოდ ადამიანები ვართ ინდივიდები და არსებობს ადამიანების კატეგორია, ვინც ისე უყურებს როგორც მე და არსებობს ადამიანების კატეგორია, ვინც სხვანაირად უყურებს და ვერც ერთი კატეგორიის გამტყუნებას ვერ გავბედა, იმიტომ რომ ყველა ადამიანის უკან დგას კონკრეტული ისტორია, კონკრეტული ცხოვრება და ვფიქრობ, რომ ემპათიურები უნდა ვიყოთ ერთმანეთის მიმართ. ისე როგორ ვფიქრობ, ჩვენს საკლუბო სცენას აკლია თუ არა რამე და რა არის ეს მაგალითად? ემპათიურობა გვაკლია, რადგან გვახსენე, ცოტათი გვაკლია ერთმანეთის მიმართ გვერდით დგომა, საპორტი, გაზიარება, გამოცდილებების, იმიტომ რომ ხშირად მომისმენია პოზიციები, რომ ერთმანეთს უმალავენ რაღაც კონკრეტულ ინფორმაციებს, საბედნიეროდ ეგეთი არტისტების, არა მარტო ლეიბლებს, მეილებს, კონტაქტებს, ხო, და ძალიან გაკვირვებულები არიან ხოლმე ადამიანები, როდესაც აღმოჩნდება ვინმე, ვინც ამ ყველაფერს არ მალავს და
მე ვფიქრობ, რომ ორმა სხვა არტისტმა ერთი და იგივე პლეილისტით, ერთი და იგივე სეტი რომ დაუკრას, ორი აბსოლუტურად სხვადასხვა ნაწარმოები იქნება, იმიტომ რომ ორი სხვადასხვა ინდივიდი აკეთებს ამ ყველაფერს და საერთოდ არ არის საშიში იმაში არაფერი თუ ვინმე ან შენ ტრეკს გაიმეორებს, ან შენს რაღაც კონკრეტულ რამეს გაუზიარებ რა, ეს პირიქით დაგვეხმარება და რაც უფრო კარგად ვიქნებით, ზოგადად ბაზა რაც უფრო კარგი გვექნება, მით უფრო კარგად ვიქნებით ყველა. კი, მეც ასე ვფიქრობ. რეალურად მარტო ჩემს ფიქრებზეც არ არის დამოკიდებული, რეალურად ასე არის. იმიტომ რომ რაც უფრო მეტ რამესთან აქვს და მეტ ადამიანს აქვს ცდომა, შესაბამისად ეს საინფორმაციო ბაზაც უფრო იზრდება და რა თქმა უნდა. რაც უფრო მეტია ინფორმაცია, შესაბამისად შენც იზრდები, როგორც პიროვნებაც, როგორც რაც შენი განათლება თუ კარიერა, ნებისმიერი რამ მსგავსი. იცი რა მინდა გითხრა, იმ ეტაპზე, რა ეტაპზეც შენ ხარ ახლა. ძალიან ბევრი დამწყები არტისტი ოცნებობს მაგაზე, რომ მაგალითად ჰორში დაუკრას და არა მარტო ჰორში, ზოგადად რა, ბევრი დეითი კონდეს მაგალითად და ანუ აი შენ როგორ მიხვედი ამ შედეგამდე, რა გზის გავლა მოგიწია, ან რამე ისეთი ხომ არ იცი, რაც ამ ადამიანებს გამოადგებათ მაგალითად, იმიტომ რომ როგორც იცი ჩვენი პლატფორმა, ანუ აქ იმისთვის არ არის მხოლოდ რომ ვინმეზე რამე კრიტიკა გქონდეს და თქვათ ეს არის ცუდი, ან ეს არის კარგი, ანუ შენი აზრი არის და შენი აზრი არის ამ შემთხვევაში ჩემთვის პატივსაცემი, შეიძლება საერთოდ არ ვეთანხმებოდე, მაგრამ რა აზრზეც ხარ, ჩემთვის მაგალითად ოკეია, ეს ჩემთვის პრობლემას არ წარმოადგენს. ხო და აი რა რჩევას მისცემდი ან შენ რას გაუზიარებდი ამ ადამიანებს? პირველ რიგში მოვუსმინოთ აუცილებლად სხვა არტისტებს. ძალიან ბევრი სწორი რჩევა მიმიღია სხვა არტისტებისგან, მაშინ როცა იმ მომენტში მეგონა რომ არასწორ რამეს მეუბნებოდნენ, მიფიქრია ამ ყველაფერზე სხვანაირად შემიხედავს და მიუხვდა რომ არასწორი შეხედულებები მქონდა და სხვა კუთხიდანაც შეიძლებოდა რაღაცების დანახვა. მე ვფიქრობ, რომ თუნდაც ხორში პერფორმანსზე დამეხმარა მანამდე გაკეთებული რაღაცები, ნაბიჯები, რასაც ვდგავდი, ეს იყო სხვა ლეიბლებთან თანამშრომლობა, სეტების კუთხით, სეტაპს გულისხმობ რა. ხშირად მსმენი არტისტებისგან რომ ამის კეთება ძალიან ეზარებათ, იმიტომ რომ რეალურ ემოციებთან არ არის დაკავშირებული. რადგან როდესაც ვდგავართ აპარატურასთან ვუკრავთ და dance floor-ის ენერგიებს ვიღებთ, მაშინ გაცილებით უფრო მძაფრია ეს ყველაფერი და როცა უბრალოდ სეტს ვწერთ სახლში ჩვენთვის და მე ვაგზავნით და სადღაც ქვეყნდება, იქ გამოხმაურებაც ზოგჯერ ნაკლებია ხოლმე და საერთოდ არ არის ცირცხვილი თუ რომელიმე შენს სეტს არ აქვს ნახვები ან ასი ნახვა აქვს. ვფიქრობ, რომ აი ამ რაღაცამ არ უნდა დაუკარგოთ мотиваცია და თავისი პორტფოლიო, ეს უნდა შეხედონ, რომ ეს არის მათი პორტფოლიო, რითიც შემდეგ მათზე ხშირად ობიექტური გადაწყვეტილებების მიღება მოხდება რა. ეს იქნებოდა ჩემი რჩევა, რაც საკუთარი გამოცდილებიდან ვიცი. მეტი სიმართლე გითხრათ, გამოცდილებებს მეც ვეძებ და არ მგონია რომ რაღაც იქ ვარ, სადაც ბოლო წერტილია და მისვლა მინდა, ამიტომაც ეს არის ერთადერთი დადასტურებული გამოცდილება, რაც ზუსტად ვიცი, რომ სწორია. შვენიერი. ანუ იდეაში მე ვფიქრობ, რომ აი dance floor-ზე რაც ახსენე ახლა, იდეაში ეს მუსიკის მთელი შინაარსიც ხო ეგ არის და რომ ეს შენი ქმნილება და ემოცია გამოიტანო ამ მუსიკით და დაანახო იმ ადამიანებს და შესაბამისად ზოგ შეიძლება გულავება მოუნდეს, ზოგმა შეიძლება უბრალოდ დადგეს და მოგისმინოს, იმდენად გაუსწორდეს, ანუ სხვადასხვა ემოციებს გამოიწვევს მათში და იმისთვის რომ ამ შედეგამდე მივიდეთ და dance floor-იდან ეს მივიღოთ, მაგ შემთხვევაში კი აბსოლუტურად მართალი ხარ, ანუ საკუთარ თავზე მუშაობა საჭიროა და მათ შორის იმ პორტფოლიოს კარგად გაკეთებაც და ანუ ეხა ეს თუ გეზარება, რომელ რჩევაზეა საერთოდ ლაპარაკი, ხო? ნებისმიერი საქმე კეთდება მუშაობით და ბევრი წვალებითაც დაჟე რა, ისე ზოგ შეიძლება ძალიან მარტივად და კარგად გამოსდიოდეს და ოკეია, მაგრამ არიან ადამიანები, რომლებსაც ცოტა ურთულდებათ რაღაცები და დრო ჭირდებათ იმისთვის, რომ ეს რაღაცები ისწავლონ და უფრო მეტად ჩახედულები გახდნენ ამ საკითხში. რა ვიცი, მე არ მაქვს სხვა წინააღმდეგობრივი აზრი არ მაქვს შენთან მიმართებაში. რაც შეეხება აი ამ ქართულ სცენას, სად უკრავ ხოლმე, მაინტერესებს. ცოტა რთული საკითხია, ჯერჯერობით ისეთი მნიშვნელოვანი
date, რაც ჩემთვის იქნებოდა დამაკმაყოფილებელი არ მქონია საქართველოში. დაუკარი პოზნანში დეკემბერში და ეს იყო ჩემთვის ყველაზე დიდი გამოცდილება ჰორის შემდეგ, რაც მქონდა, იმიტომ რომ საკმაოდ ისეთ პოპულარ არტისტებთან ერთად ვიყავი ლაინაპში და საკმაოდ სერიოზული და კარგი ივენთი იყო და ეს ზუსტად ეგ პიკური ემოციები, რაზეც ჩვენ ვსაუბრობდით, მაგ ივენთიდან წამოვიღე. საქართველოში ორჯერ მაქვს დანაკრავი ტესტ open deck-ზე და ძალიან მწუხარ რომ აღარ არის, იმიტომ რომ საოცარი გამოცდილება იყო და საოცარი dance floor-ი იყო და ვფიქრობ რომ რაც არ უნდა დიდი არტისტი უყოფილიყავი, მაინც მომიდებოდა open deck-ზე მიბრუნება, იმიტომ რომ სხვანაირი უშუალო კონტაქტი იყო მსმენელთან და ძალიან მომწონდა და სხვა ესე რომ ვთქვათ რამე ისეთი სერიოზული ჯერჯერობით არ მქონია, მაგრამ არის რაღაცები. ოკეი. ანუ ელოდები მშვენიერია. ისე დიდი დრო გავიდა საკმაოდ ჰორის შემდეგ და რატო იწელება ეს პროცესი, ან რამე არ მოწონთ თუ არ ვიცი, ანუ ეს რაღაც უხერხულ შეკითხვად არ მიიღო, ანუ მართლა გამიმკვირდა ხა მომენტში აქამდე არ მიფიქრია მაგაზე საერთოდ არც ვაპირებდი მაგის კითხვას, ანუ უბრალოდ ესეთი ცოტა გაუგებარია, ანუ რატო სიმართლე გითხრა არ ვიცი. სიამოვნებით მოვისმენდი რაიმე აზრს, რაც არასწორად ვაკეთებ, იმიტომ რომ სულღია ვარ ხოლმე საწინააღმდეგო აზრების მიმართ, რაც არ უნდა არის სასიამოვნო მოსასმენი იყოს. არ ვიცი, ალბათ არ დამდგარა სწორი დრო და სწორი მომენტი იმისთვის, რომ სწორ ადგილს დავენახე, ესე რომ ვთქვათ, და დაინტერესებულიყო ჩემით. ზუსტად არ ვიცი ეგ რატომ ხდება. არ ვარ მაგაში ესეთი გარკვეული, ასე რომ ვთქვათ. კარგი კითხვა არის. რატომ ხდება და რო გაარკვევ, ხოლმე მექნება რომ მეც გამაგებინე, აუცილებლად არ დაგიმალო. ცოტა ისეთი გაუგებარი მომენტია და ზოგადად არ მიყვარს გაურკვევლობაში ყოფნა. ხო და აი ამ სფეროშიც ძალიან ბევრი საკითხია გასარკვევი რეალურად და მათ შორის არტისტებთან მიმართებაში და ზუსტად ამ მიზნით დავაარსე ეს პროექტი და აქედან გამომდინარე, არ ვიცი, მე შენს და სხვა დანარჩენ არტისტებსაც საშუალებას მივცემ, რომ თავისი სათქმელი თქვან და რასაც ფიქრობენ, არ აქვს მნიშვნელობა ეს დამწყები არტისტი იქნება თუ უფრო დიდი შემდგარი არტისტი იქნება, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში ისეთი ადამიანი უნდა იყოს, ვინც ამ საქმეს აკეთებს ხარისხიანად. იმიტომ რომ სწორად გამიგენ, მე მჭირდება ხარისხი და შენი პერფორმანსიც და შენი მუსიკაც ნამდვილად ხარისხიანი იყო. და ხა ამას თუ ვინმე ვერ ხედავს, ან ცოტა სმენა აკლია. ან ისედაც ბევრი არტისტები ყავს გარშემო და რა ვიცი, რომ აღარ მინდა წმო ეს რაღაც ქართულად ხო ხდები რა. მე მინდა გითხრა, რომ თუ კონკრეტულად ვინმესთვის რამის თქმა გინდა, ან რამე შენი პროექტი თუ გაქვს დაუშვათ, რომელიც გინდა რომ ადამიანებს გააცნო, არ მოგერიდოს პირიქით, ვისაუბროთ ნებისმიერ თემაზე. დანარჩენს რაც შეეხება, არ ვიცი, მე მაგალითად ძალიან მოხარული ვარ იმ ფაქტით, რომ ეს ტენდენცია ცოტა შეიცვალა რა. ადრე ცოტა ისეთი იყო, აი, ამდენი არტისტები არ იყვნენ, ხვდები? მართლა არ იყვნენ ამდენი არტისტები და აი, ბოლო დროს მართლა ისეთი ტენდენცია არის, რომ ძალიან ბევრი არიან ახლა და სხვათა შორის ძალიან ბევრი მათგანი მართლა მაგარ მუსიკას აკეთებს და ვფიქრობ, რომ იცი თვითონ კლუბების რაოდენობაც ცოტა შეზღუდული გვაქვს თითქოს რა. თან ახლა ტესიც აღარ არის, ესეც გამოვაკლდება და შესაბამისად, ანუ ვფიქრობ, რომ მიფიქრია ამ საკითხზე, როგორც მაგალითად აი კლუბის მფლობელს ან ბუკერს ხო ხდები და რაოდენობრივად რეალურად იმდენი არტისტია, რომ ანუ სულ რა ყველას შეუთანხმდე დასაკრავად, აი ფიზიკურად ერთ წელიწადში ვერ მოასწრებ ყველამ რო დაუკრას რა, მართლა. ხო და ანუ რაღაც კუთხით მათიც მესმის, რომ აი იწელება ეს დეითი, აი შეიძლება რაღაც საერთოდ გადაავიწყდეს და ესეც ნუ გასაგები არის, მაგრამ მაინტერესებს ვინმესთან თუ გქონია ან ბუკერთან ან რომელიმე კლუბთან რაიმე ცუდი გამოცდილება, რასაც გაიხსენებ. გამომდინარე იქიდან, რომ ბევრი გამოცდილება ჯერჯერობით არ მაქვს, საბედნიეროდ არც ცუდი გამოცდილებები არ მქონია, საკმაოდ მეგობრული და კარგი დამოკიდებულება ქონდა ყველას, ვისათანაც მქონია შეხება, ესე რომ ვთქვათ რა. მაგრამ რატომღაც გეთანხმები მაგ ამბავში, რომ ცოტათი რთულია ჩვენს ადგილობრივ სცენაზე თავის დამკვიდრება და თითქოს ადამიანები, რომლებიც
რომლებიც იწყებენ კარიერას, ცდილობენ რომ სხვა გზებით მოვიდნენ აქამდე, ან ჯერ სხვაგან დაუკრან, ბევრი, დააგროვონ გარკვეული გამოცდილება და მერე დაბრუნდნენ საქართველოში და მესმის მათი, იმიტომ რომ საკმაოდ რთულია ესე ადგე და პირდაპირ სადმე ესეთ სცენაზე მოხვდა, სადაც შენი მუსიკის ადგილი არის თვლი. მაგრამ არსებობენ არტისტები, ვინც ამ ყველაფერს სამწუხაროდ ვერ ხერხებენ და ზოგიერთი მათგანი ალბათ იკარგება და ეს მართლა ძალიან სამწუხაროა. როგორც იქნა ახალი თაობა და ახალგაზრდობა დაინტერესდა გემოვნებიანი მუსიკით, საკმაოდ კარგ მუსიკას ქმნიან, კარგ საქმეს აკეთებენ და ვფიქრობ, რომ შეძლებს დაგვარად უნდა შევუწყოთ ხელი და მადლობა შენ იმისთვის, რომ რაღაც გარკვეულ შენ წვრილს სდებ ამ ყველაფერში და საკმაოდ კარგ საქმეს აკეთებ. კი, ეგეც მინდოდა რომ მეკითხოს მათ შორის რას ფიქრობ ჩვენ პროექტზე თქო. და მადლობა ესეთ დამოკიდებულებისთვის. სხვათა შორის ჩვენ მარტო პოდკასტი არ გვექნება ივენთების სერია, ეტაპობრივად რა თქმა უნდა. და შემდეგ გეგმავთ ფესტივალსაც და მე პირადად არ დაუშვებ იმ ფაქტს, რომ მხოლოდ ძველი სახეები იყვნენ აქ, ანუ პირიქით, მეტად უნდა მიეცეს ამ სფერო, მით უმეტეს ამ სფეროში და ან თვითონ ამ სფეროს, ანუ ისეთი სპეციფიკა აქვს და ზოგადად ისეთ სათქმელს ამბობს ყოველთვის, რომ შეუძლებელია, რომ ამ სფეროში არ მისცე თუნდაც დამწყებს, თუნდაც ახალ სახეებს საშუალება, იმიტომ რომ აი სხვაგან სად უნდა მისცეება. კი, მართალია. და დავიწყდა ყველაზე მნიშვნელოვანი ფესტივალები, რომ ახსენე. ჩემთვის გარდამტეხი მომენტი იყო ბლაზარის ფესტივალი, სადაც მოხვედრამდე და დაკონტაქტებამდე საერთოდ ვაპირებდი, რომ თავიდანვე ვებინა დიჯეინგისთვის, იმიტომ რომ ვერ ვახერხებდი ეს რა ვთქვათ, წარდგენას ჩემი მუსიკის. და ძალიან მოხარული ვარ, რომ ეგეთი ადგილებიც და ფესტივალებიც არსებობენ, რომლებიც მართლა ზრუნავენ ხარისხიან არტისტებზე და რაღაც ჩემთვის ეგ იყო ეტაპი, რომელმაც გამოიწვია ის, სადაც ახლა ვარ. თუნდაც ხორის პერფორმანსი, თვით დაჯერება მომცა და საერთოდ რომ გავბედე და მქონდა პრეტენზია იქ დაკვრაზე, იყო დამსახურება ბლაზარის. კი, ნამდვილად. ბლაზარის ერთ-ერთი ორგანიზატორი კამერების უკან არის. კი, ვიცი, მოვიკითხე. ჩამალული და ისმენს თელიკული. ძალიან უხარია დარწმუნებული. ნამდვილად კარგი იყო, ერთ-ერთი საუკეთესო ფესტივალი იყო წინა წელს. კი, ნამდვილად. ნუ ხა მე აღარ დავკონკრეტები ჩემ თავზე რაღაცეებზე, მაგრამ რაც იყო მართლა კარგი იყო. ესე არტისტები კმაყოფილები იყვნენ პირველ რიგში, რაც მინდოდა რომ ყოფილიყო, ეგ ნამდვილად აი ძალიან high level-ზე იყო. მეცით, ანუ ბევრი დამწყებისთვის იყო, ეგ ძალიან ისეთი კარგი გამოცდილება. კი, და არა მარტო სხვებისთვისაც სხვათა შორის, იმიტომ რომ წინა წელს ნუ ხა PR-ი არ გამომივიდეს მით უმეტეს რასაც გულისხმობ იმ ადამიანების წინა წელს იყო ერთ-ერთი ფესტივალი, რომელიც იყო აბსოლუტური კატასტროფა. არც კი უნდა ეარსება. სახელი არ ვახსენოთ. ხო, სახელი არ ვახსენოთ. ხო, არც კი უნდა ეარსება, საერთოდ ჩანასახში უნდა დასრულებულიყო მისი არსებობის ჟამი. მიხარია, რომ ეგეთი დამოკიდებულება გაქვს ჩვენს მიმართაც. ჩვენ კიდე ცალკე გვექნება ფესტივალი მონოლითის სახელით. რაღაცეებს სურპრიზად დაგიტოვებთ ბლაზარზეც. კარგი. მაგრამ წინასწარ არ ვილაპარაკო, დანარჩენს ხო იცი ნათქვამს ნანახი ჯობია და შესაბამისად როცა ამისი ანონსის დრო მოვა, დანარჩენზე მე გავიაროთ. რაც შეეხება თვითონ მათ შორის ბლაზარსაც, ამ წელსაც იგეგმება და იმედი მაქვს, რომ ისევ გიხილავს სცენაზე. მეც იმედი მაქვს. და არა მარტო შენ, სხვა ძალიან ბევრ კარგ არტისტს, იმიტომ რომ რასაც აი ადრე კიდე უფრო ამდენად არ ვაკვირდებოდი რა და ბოლო პერიოდში რაც დავიწყე ამ ყველაფრის უფრო მეტად ღრმად დაინტერესება, ანუ ვერ წარმოვიდგენდი მართლა რომ ამდენი კარგი არტისტი ყავდა ამ ქვეყანაში და უბრალოდ საცოდაობა არის ამ ხალხის ესე სადღაც არ ვიცი, აი ფარის უკან დამალო მაგალითად ხო ხდები რა. უნდა გამოვაჩინოთ ეს ადამიანები, იმიტომ რომ ჯერ ერთი მაგარ საქმეს აკეთებენ და მე მეორე მათი კარგი გაკეთებული საქმე ჩვენ ყველას გამოგვადგება აბსოლუტურად, იმიტომ რომ ნებისმიერი შენ იქნები, მე ვიქნები, ისინი იქნებიან, არ აქვს მნიშვნელობა, სადმე როდესაც მიდიხარ, კარგ საქმეს აკეთებ და კარგად აკეთებ და ხედავენ რომ ანუ მართლა კაი ტიპი ხარ და გეკითხებიან საიდან ხარ
როდესაც აქ უკვე შენი ქვეყნის სახელს ლაპარაკობ და ამდენი ადამიანი ხედავს, რომ ანუ შენც ხარ ქართველი და კიდევ ის ვიღაცა ძალიან ბევრნი არიან ესეთი კარგი ტიპები. როგორც ცუდი ქართველები ჩადიან სხვა ქვეყნებში და იქ 1000 რამეს აშავებენ, ასე გვიცნობენ, ასევე ისიც ეცოდინებათ, რომ კარგებიც ვართ რა. შესაბამისად ეს ყველაფერი ერთმანეთზე გავრცელდება და იმოქმედებს და ესე ვერავინ ვერ ჩაიდებს თვითონ თავისთვის ჭიბეში ხო ხდები რა. ბოლო-ბოლო სად გიხარია, როდესაც კარგ საქმეს აკეთებ, სახლში რო ბრუნდები, შენ ოჯახში ხო გიხარია, ვინც იქ ხდება, ხო უზიარებ ამ ემოციას და ხა შენ რო წახვალ სადღაცა და კაი ტიპი რო იქნები, ანუ ვიღაცასთან ხო უნდა გაიზიარო ეს ემოცია, სად უნდა გაიზიარო უკეთეს ადგილას ხო? იქ სადაც შენები არიან ასე თუ ის. არ ვიცი, რა ვიცი, ძალიან კარგი არის რომ მოხვედი, ბევრ საინტერესო საკითხს შევეხეთ. მიხარია რომ არ გაქვს შენ მაინც ეს რაღაცა ქართულ სექსისტური ცუდი გამოცდილება და მადლობა ღმერთს, ვისაც ქონდა იმედი მაქვს რომ შეიცვლება ეს ყველაფერი და სხვა ჩანაწერებშიც აუცილებლად შევეხები ამ თემას, იმიტომ რომ ჩემთვის პირადად ძალიან ისეთია რა, ამაზრზენი საკითხია და ჩემს არ უნდა არსებობდეს ეს. არ უნდა იყოს ასეთი დამოკიდებულება, მით უმეტეს ამ ინდუსტრიაში. ისედაც არ უნდა იყოს სხვაგან არსად, მაგრამ რადგან მე ვარ აქ, შესაბამისად უფრო უხერხულ შეგრძნებას მიტოვებს. ამიტომაც ახლა ვერ წარმომიდგენია რომ რა კაი ვიძე ხარ, მოდი დაუკარი. ანუ ცოტა ისეთია რა. what the fuck ხო და ხა. ვარ გადაიღეს შეფერება მსგავს დამოკიდებულებები. კი, ამიტომაც მე ჩემს სათქმელს ვიტყვი და ჩემს გასაკეთებელს გავაკეთებ, რომ მსგავსი ეს მარაზმი დასრულდეს ადრე თუ გვიან. მოდი დაგემშვიდობები ახლა, იმიტომ რომ დასასრულს მივახავდა ჩვენი პოდკასტი. მადლობა კიდევ ერთხელ რომ გვესტუმრე. მადლობა პირიქით. მადლობა კარგი ფიდბექისთვის. ძალიან ბევრ წარმატებას გისურვებ მართლა მთელი გულით და სულით. არ ვიცი, რაშიც შეგვეძლება ხელშეგიწყობთ. ფესტივალი იქნება, ივენთი იქნება თუ რაც არ უნდა იყოს. ნუ შესაბამისი ჰონორარით და ასე შემდეგ. ეს მოდი ძმაო დაუკარი და ასე შემდეგ. თუ მოგინდება დაუკარი. ნუ დაუკარი. არც ეგ არ არის პრობლემა. ხო და დანარჩენს, რა ვიცი, იმედია რომ ამ წელსაც ბაზარის სცენაზეც გნახავ და კიდევ ბევრ სხვადასხვა სცენაზე გნახავ. მადლობა შენ სტუმრობისთვის. პირიქით მადლობა მოწვევისთვის და ესეთი კარგი მასპინძლობისთვის. როდის. დაგემშვიდობებით მეგობრებო, ეს იყო Monolith Records-ი. დღეს ჩვენი სტუმარი იყო ანი კვანტალიანი. შემდეგში შევხვდებით ისევ სხვადასხვა არტისტებთან ერთად. მათ შორის ბევრი სიურპრიზებით, ბევრი კარგი სიახლეებით და ყველაფერი კარგად იქნება ვფიქრობ. წარმატებები.